ცრუ დაპირებები ნატოს წევრობის შესახებ. ამ სათაურით გააკეთა პოზიტივი სიუჟეტი, სადაც ჩალვა პაპუაშვილმა თქვა: პაპუაშვილი ამ ნარატივის გასავრცელებლად ბორის ჯონსონს იშველიებს. ნატოს გაფართოების გამო დაწყებული ომის ბოლოს უკრაინას ეუბნებიან, რომ და სხვებს ეუბნებიან, რომ ნატო არ გაფართოვდება და არც აპირებდა არასდროს გაფართოებას. აი ეს არის სინამდვილეში, რაც ითქვა ბორის ჯონსონის პირით. არის თუ არა ეს სიმართლე? მოდი ფაქტებით შევამოწმოთ. რეალობა ასეთია. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ნატო აღმოსავლეთით მნიშვნელოვნად გაფართოვდა. ალიანსს შეუერთდნენ პოლონეთი, ბალტიის ქვეყნები, რუმინეთი, ჩრდილოეთ მაკედონია და სხვები. უფრო მეტიც, რუსეთის აგრესიის ფონზე ალიანსის წევრები გახდნენ ფინეთი 2023 წელს და შვედეთი 2024-ში. თუ ნატო გაფართოებას არ აპირებდა, როგორ მიიღეს ეს ქვეყნები? თუ ნატოში მიღება ილუზიაა, მაშინ პუტინის მთავარი არგუმენტი უკრაინაში შევიჭერი, რადგან ნატო კარზე მომადგა და საფრთხეს მიქმნიდა, არის ტყუილი. ბორის ჯონსონიც სწორედ ამას ამბობს, როცა 2016-22 წლების შეხვედრებზე საუბრობს. მე ვესწრებოდი ნატოს თითქმის ყველა მნიშვნელოვან შეხვედრას 2016-დან 2022 წლამდე და უკრაინის ნატოში გაწევრიანების შანსი ნულის ტოლი იყოვო. პროპაგანდამ კი წარსულზე ნათქვამი ფრაზა მომავლის პროგნოზად მოგვყიდა. რეალურად ჯონსონი წლებია უკრაინის ნატოში გაწევრიანების ერთ-ერთი მთავარი ლობისტია. პოზიტივის და ქართულ ოცნებას ურჩევნიათ კონსტიტუცია გადაიკითხვან, რომელიც ხელისუფლებას პირდაპირ ავალდებულებს საქართველოს სრულ ინტეგრაციას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. და ბოლოს, რას ეუბნებიან უკრაინას? 2024 წლის ვაშინგტონის სამიტზე ნატომ ოფიციალურად დოკუმენტურად დაადასტურა, რომ უკრაინის გზა ალიანსისკენ არის შეუქცევადი. მეტიც, ალიანსის ახალმა გენერალურმა მდივანმა მარკ რიუტემ თანამდებობაზე დანიშვნისთანავე ვიზიტით კიევში ჩასვლისას ღიად თქვა, უკრაინის ადგილი ნატოშიაო. თუ ნატო არ აპირებს უკრაინის მიღებას, რატომ ითხოვს პუტინი ყოველ ჯერზე მოლაპარაკებების პირობად უკრაინის ნეიტრალიტეტს და ნატოზე უარის თქმას? ან რატომ დაიწყო ქართულმა ოცნებამ უცებ უკრაინაზე ზრუნვა?